ჯგუფში ხარ? გამარჯობა. აბეს სალამიძე სალი. ასეთი სრულენდი არ არის. არ არის. ავაკიან არა. არ არის. ავქოფაშვილი გურამ. ავქოფაშვილი გურამ. არ, მაგრამ დავალება არ მაქვს. მოითმინეთ. ავქოფაშვილი გურამს დავალება არ აქვს. ისე იმყოფება. აკოპიან კარაპეტ. ვარ და დავალებას მაქვს. გაქვს დავალება. დიახ. ეხლავე, აბა გადაშალეთ დავალების სრეული. ახლა დავალება ცოტა უფრო გამოვიკითხოთ უნდა. ერთი წუთით. აკოპიან კარაპეტ. აბა წაიკითხეთ. ნახეთ ამას. წაიკითხეთ სულ ბოლო ნომერი. -13. -13. აბა მითხარით აბა ამ რიცხვის ტრიგონომეტრიული სახე? -13 უდრის 13 ბრავლებული კოსინუს π + ergu π 2 π + i sinus π + 2 π. კაი. აკოპიან კარაპეტს დავალება აქვს. ალ-ლაზოვი თურგაი. ვარ და დავალებას მაქვს. აბა წამიკითხეთ ბოლოს დავალება, ბოლო ნომერი რომ არის, იმის წინა დავალება. ვერ ვიკითხულობ, შეგიძლიათ ნახოთ? მოიცა კაცო, კითხვა შეგიძლია შენ დაწერილი და რო ცილო? ხედავთ? არა, მომისმენთ მაგაში. კი, ახლა ჩაგეთვლი, მაგრამ კაცო, კითხვით მაინც უნდა ისწავლო, შენ დაწერილი უნდა იცოდე. ლაზოვი თურგაი დავალება აქვს. პეტროს. გაკ? ხო, აქვს. აბა წამიკითხე პირველი ჩანს ნომერი. დავალება. არა, პირველი ნომერი წაიკითხე დავალების. 1 + i, ხო? 1 + i, ხო, და რა, ამას რაო? ანუ ქართულად ისე კარგად არ ვიცი, შეგიძლიათ რომ ნახოთ. შენ ასე ქვია კაცო. დისტანციურად იცი იყო, ხო? ერთი სემესტრი და კარგად ვერ ვისწავლეთ. ანუ ქართულად ვერ საუბრობ. შენ მომზადეთ, ცოტა რომ საუბრობ რა. ანუ თუ შეგიძლიათ ნახოთ, ჩანს? კი, დავალება. მომისმენთ, ახლა ყველას ეხება ახლა, ყველას ეხება. ესე იგი უნივერსიტეტში სწავლობთ კაცო და დავალების წაკითხვა მაინც უნდა შეგეძლოთ დაწერილი. კარგი, ახლა გითვლით. ანთაძე ბაჩუკი. ანთაძე ბაჩუკი არის? არ არის. არჩვაძე მათე. ვარ. დავალება მაქვს, ოღონდ მეხუთე ნომრის გარდა ყველა. მოიცა ბატონო, მოიცა. ეხლა ვიღაცა კიდევ ხო შემოსვლას. ეს ვინ არის? ქირია. მაიცა კაცო მოდი. არ წახილე. არჩვაძე მათეს დავალება აქვს თუ არა აქვს? კი, მაქვს. მეხუთე ნომერი არ მიწერია მარტო. მეხუთე ნომერი არ გიწერიათ. გასაგები. აბა მესამე წამიკითხეთ პასუხი. ახლავე. -ფ2 -i გამრავლებული ფ2-ზე ტოლია 2 გამრავლებული კოსინუს 15 შეფარდებული 18 პ-სთან დამატებული 2 პ დამატებული i გამრავლებული სინუს 15 მე-18 პ + 2 პ. ვა, ძალიან. აბა მეორე წაიკითხე დავალება, მეორე.
მეორე ახლავე უკაცრავად ეს მეორე წამიკითხია, მესამე არ იყო. მესამეს ახლავე წაგიკითხოთ. გამიკვირდა კაცო. დიახ, მესამე წავიკითხოთ თუ მეორე ახლავე? მესამე. 2 გამრავლებული კოსინუს 3π მეოთხეც პლუს 2πk პლუს i სინუს 3 მეოთხედ კი, ეს თორე. არჩევადზე მაგას დავალება აქვს. ასკეროვი არის. არ არის. ბარნოვი ივანე. ჩვენ ბოდის ვიხდი ეს. ბოდის ვიხდი. ეს რას კითხულობ კაცო? დავალება ეხლავე. მეხუთეს გარდა. ეხლავე. აბესალამიძე სალი არ არის. ავაკიან არ არის. ავქოფაშვილი გურამი დავალება არ აქვს, მაგრამ არის, ხო? აკოპიან კარაპეტი დავალება აქვს. დიახ, მაქვს. აკოპიან კარაპეტს დავალება აქვს. ალაზოვი თურგაი დავალება ჩაუთვალეთ ამ კაცს. ალაზოვი თურგაი ჩა. ამერხანიან პეტროს დავალება გაქვს? დიახ, მაქვს. კი, ხო, ჩავთვალეთ. ანთაძე ბაჩუკი არ არის. არჩვაძე მათე დავალება ხო გავარკვევი. წერან გავარკვევი. არჩვაძე, იმიტომ სხვა სიას ვკითხულობდი ბავშვო, ბოდის ვხდია. არჩვაძე მათე. ასკეროვი არის. არ არის. აბციაური გიორგი არ არის. ბარნოვი ივანე არ არის. ბარნოვი ივანე არის? ბარნოვი ივანე მაქვს დავალება მეხუთეს გარდა. აბა ექვე ვერ ხედავ თქვენს იმაში შემოგზავნით აბა ბარნოვი ივანე. აი, ხედავთ. ვერა. მოიცა რითი შემოდიხარ კაცო? აბა აქ არ ჩანს ბარნოვი ივანე და აბა ერთ წამი. მომისვენე, წაიკითხე პირველი ნომერი დავალების. ბარნოვი ივანეს დავალება თქვენ ბერეკაშვილი მათე. საღამოს სრულად ერთ უდრის ოფესიო კი, ბერეკაშვილი მათე ჩაუთვალო დავალება. მენ სევაკ აქ ვარ. დავალება. დიახ, მაქვს. წავიკითხოთ. შეგიძლია შემოხვიდე მანახო დავალება. ახლა სევაკ ჩანს. ხო, კაი. გათანაშვილი საბა გოგიშვილი გიორგი აბა მანახე აბა
აბოსები. წაიკითხეთ დავალება. არ არის. ენდელაძე და თორდი გესმის ჩემი? არ არის. წინაკვირა გავაცნე და კაკაბაძე ჩავთვალოთ. კეკენაძე რომა. გაქვთ? კაი. კუსრაძე გიორგი ვარ. ოღონდ დავალება არა გაქვთ. მოდი, მაგრამ ელექტრონიკ ლექციაზე და აი დღეს პირველად. ამი. ვარ, დავალება გაქვთ? დიახ, მაქვს. კაი, დავალება გვაქვს, კაი. მათარაშვილი თორნიკე. ვარ. დავალება. მაქვს დავალება. კარგი. მაისურაძე ბექა. დიახ. დავალება გაქვთ? ეს გარდა, მეხუთეს გარდა, დიახ. მეხუთეს გარდა ყველა გაქვთ. დიახ. კარგი, ჩავთვალოთ. მამასახლისი მერაბ. არ არის. მანაგაძე ნიკა. არ არის. მანსიროვი მაზახիր. არ არის. მეისრიშვილი ნანიკო. ვარ. მეისრიშვილი ნანიკო, დავალება ვერ ხედავ. გავდავლება. იქ ეხლა ვეჩავთავ. მეისრიშვილი კი ბატონო, კარგი. მიქიაშვილი ირაკლი. არ არის. მოსიკაშვილი სანდრო. არ არის. მოურავიძე არ არის. მუსაევი მუსა, მეუნება რომ
ლინკის ვერღებულობო და ყველას უგზავნი მე ლინკს და როგორ არ არის მუსაევი მუსა. ჭედლიშვილი ვანო. არ არის. ნადირაშვილი გიორგი. არის? არ არის. ნაცულიშვილი გიორგი. ნაცულიშვილი გიორგი არ არის. ნიკოლაიშვილი მაია. ნიკოლაიშვილი მაია არ არის. ვარ. მაია, ნიკოლაიშვილი მაია, ნიკოლაიშვილი. არ მაქვს დავალება. დავალება ნახეთ. არ მაქვს დავალება. არა გაქვს დავალება დავალება. ნიკოლაშვილი ნანა. ვარ და დავალებაც მაქვს. გაქვს? კი, დიახ, განახოთ. კი. ნიკოლაშვილი ნანა ნიკოლაშვილი. აბა თქვენ აი ჩამოიღე დავალება შეხედეთ. ხო, არა, ეს თვითონ დამინახოთ თვითონ. ნიკოლაშვილი ნანა დავალება აქვს. ნიკოლაშვილი ნანა დავალება აქვს. ჟოჟაძე ავთანდილი. არ არის. სანამა არ არის. ვარ. ფანცულაია ლევანი. ქაჩიბაია ნიკა. ფანცულაია ვარ. ისა უკაცრავად ქაჩიბაია. ფანცულაია. დავალება მონახეთ. პირველად საერთოდ ახლა გამოჩნდით. დავალება დავალება არ მაქვს. არა, ესე იგი თქვენ საერთოდ არ იყავით წინაზე. ქაჩიბაია ნიკა. ვარ. ქაჩიბაია ნიკა ვერ შემოდივარო. დავალება გაქვს? ქეთელაური გიორგი. ვარ, დავალება ერთერთურად მიწერია თუ შეიძლება. აბა წაგეთ. კოსინუს 3π4 პლუს 2πk პლუს სინუს 3π4 პლუს 2πk. ძალიან არა მგონი სწორი იყოს. აი ხა გავაკეთებ დაფაზე მაგას და დიახ. მაგას გავაკეთებ ახლა და ნახავთ. კოსინუს 3π4 ისა არა. ეს რომელია თქვენ ბატონო ისა რომელიც ძანეთ თქვენ? მე 5-ე ვთქვი. არა, ეგ არა მგონი. ახლა ნახავთ. ქირია ნიკა. ვარ. დავალება. თქვენ პირველად ხართ საერთოდ. კი, არ მაქვს დავალება პირველად. პირველად ზანდებით საერთოდ. პურულიშვილი დემეტრე. არ არის. ცარციძე ლუკა. ვარ. ცარციძე ლუკა. აბა შემომზადეთ დავალება ნახეთ. არ მაქვს დავალება, არ ვიყავი წინა ლექციაზე. კაი, ცარციძე ლუკას დავალება არა. კაი. ცირამუა ბექა. ვარ. დავალება გაქვთ? დიახ, მაქვს. განახოთ? აბა მონახეთ. კი ბატონო, კაი. წერეთელი მაია. ვარ. დავალება, თქვენ პირველად ხართ საერთოდ. დიახ, გამარჯობა. ცდილობდი საგანი ეს, იმიტომ რომ ეს ორი კვირა და აწი მექნება დავალება მოჩევათ. კი ბატონო, კაი. წერეთელი სანდრო. ვარ. წერეთელ სანდროს დავალება აქვს. აბა ნახეთ. განახოთ. ხო, ჯერ არა. როცა გაითიშება, ამში აღდება. დია. ვარ. მანახეთ აბა. დავალება, კარგი. ვარ და დავალებას მაქვს. მე 5 არ მიწერია. ვერ გავიგე. არ არის. კარგი.
ეხლა აქ ხოლის ისეთი რომელიც გვიან შემოვიდა და არ არის აგრეთული. კი, მე ვარ, გამარჯობა. მეც რიგრიგობით. პირველი რომელია? მე ვთქვა? კი, თქვით. ასკეროვი არის. დავალება გაქვს? არა, წინა ლექციაზე არ ვიყავი. ესე კაი, დავალება არა გაქვს. შემდეგი ვინ არის შემოუშენ? მე ვარ მაია წერეთელი და რა გამოვტოვე მაინტერესებს და როგორი ფორმატით იქნება დავალებები და არგუზე იქნება მატვირთული თუ როგორ იქნება ხოლმე? დღევანდელი, კი ბატონო. აი ხა დღეს მოусმინოთ და ასეთი ფორმატით გაგრძელდება. ესე იგი, კაი, კი ბატონო. ბარნოვივანის თუ არა მაგ. უკაცრავად ვერ გავიგე ბატონო. ბარნოვივანის დავალება მაქვს და წერან ვერ გავიგე ინტერნეტის პრობლემა მაქვს და მოიწვიეთ ბარნოვივანი კი თქვენ დავალება ჩაგითვალეთ კი. კი, თქვენ მეორეჯერ ხართ მოსული ხო მართალია? კი, მეორე. კი, დავალება გაქვთ, კი ბატონო. კი. კი. კარგი. ახალგაზრდებო, ახლა მოდით ყველაზე ძნელი ახლა აქ გაგირჩევთ ახლა მე თქვენ აი ამ ბოლო ამოცანას, ისა მეხუთე ამოცანას და ამ ამოცანის შუქზე ყველაფერი უკვე ნათელი იქნება. უყურეთ. ეხლა ესე იგი მოცემულია კომპლექსური რიცხვი. ბოდიში z უდრის მინუს კოსინუს π მეშვიდედი პლუს i სინუს π მეშვიდედი. აი ასეთი კომპლექსური რიცხვია მოცემული და გვეუბნებიან ამ კომპლექსურ რიცხვს მიეცით ტრიგონომეტრიული ფორმა. ანუ წარმოადგინეთ ეს კომპლექსური რიცხვი შემდეგი სახით. ერი გახსნა ფრჩხილი კოსინუს ფის პლუს 2 პიკა ფრჩხილებში ეკა plus i sinus fis plus 2 pika. აი ამ სახით წარმოადგინეო. ესე იგი, აი ეს ამოცანა ახალგაზრდებო, სუბთად ტრიგონომეტრიის ამოცანაა. აი დომენტი მასწავლებელმა რო გასწავლათ მე-9 კლასში, სავარაუდოდ მე-10 კლასში. ან დომენტი მასწავლებელი იქნებოდა, ან ტატიანა მასწავლებელი, რაღაცა, ხო? ესე იგი, ჩვენი ამოცანაა, რომ ერი უნდა ვიპოვოთ და ფი უნდა ვიპოვოთ. ერის პოვნა არის a კვადრატს b კვადრატი. არის 1. ო, შეგახსენებ, თუ კი z a plus i მაშინ z-ის მოდული ერი იყო რიცხვი კვადრატი. ჩვენ შემთხვევაში ფი კვადრატში ავიღო კვადრატ π მეშვიდე არის სინუს π მეშვიდედი სინუს კვადრატ π მეშვიდე კოსინუს კვადრატ დამატებული სინუს თვის რა თქმა უნდა არის 1 და ფესვიც იქნება 1. გათავდა ერი ნაპოვნია. ახლა უნდა ვიპოვოთ ფი. ფის პოვნა არის შემდეგნაირად უნდა გავაკეთოთ. გეომეტრიული ნახაზი უნდა დახაზულოთ. ყველაზე ადვილი არის ეს. ეს არის x თაღერძი, ეს არის y თაღერძი და ახლა შეხედეთ. მინუს კოსინუს π მეშვიდეც პლუს i სინუს π მეშვიდედი. რას ნიშნავს ახალგაზრდებო ეს? კოსინუს π მეშვიდედი კოსინუს π მეშვიდედი მეორე მეოთხეში მდება. აი აქ არის. აი სადღაც აქ არის, აი. სადღაც
სადღაც აქ არის ეს რიცხვი. დიახ. ანუ ეს არის ჩვენი z. ახლა აქ რომ ისა 10 წუთში გაითიშება Zoom-ი და არ დატოვოთ კონფერენცია, აღდგება რამდენიმე წუთში, რამდენიმე წამში. ეს არის ჩვენი z რიცხვი. z შევაერთებთ ამასთან და აი ეს მოდული არის ეს ერთი სტოლი. დიახ ბატონო ჩემო. აი ეს კუთხე რისი ტოლი იქნება? აი ეს კუთხე. აი ეს კუთხე რაღა თქმა უნდა, აი ეს p-p-7. იქნება p-7 სტოლი. ასე არ არის? იმიტომ რომ შეხედეთ, და 6p-7. აი ეს სიგრძე, ანუ აი აქ, ეს არის სწორედ სინუს p-7. p-7. ხოლო აი ეს რიცხვი იქნება ამის კოსინუსი, ხოლოდ აი აქ მინუს კოსინუს p-7. ოკეი. აი ხედავთ ამას არჩევთ. ბოდიშ ვიხდით სულ გამოვიდეთ. მინუს კოსინუს p-7. აი ეს იქნება სწორედ ეს. ახლა თითქოს აქედან მაშინ რა არის სადაო? ასე თქვა გაუნათლებელი კაცი, უცოდინარი კაცი იტყვის, რომ ფის როლში უნდა ავიღოთ p-7-ო. არ არის სწორი. ჩვენ ხო თქვით, რომ კუთხე უნდა აიღო x-თა ღერძის დადებითი მიმართულებიდან. ესე იგი, სწორი პასუხი არის, ახლა გაზრდებო, აი ეს კუთხე, აი ეს კუთხე. 6p-7, ხო? რა თქმა უნდა, ეს მწვანე კუთხე იქნება p-ს დაკლებული p-7, ეს კი გამოვა ჩემო ბატონო 6p-7. ახლა ბევრი ახლა თქვა ძალიან ცოტა დრო რჩება და ახლა არ გადამაწერინოთ, ახლა ესე იგი ბაში φ უდრის ამ გამოსახულებას და აი ამ ვიღაცა შემოდის აი ამ გამოსახულებას 6p-7-ს შეიტანთ ახლა აი ამ ფის მაგივრად და აი ეს არის პასუხი. ეს პასუხი თუ არ ვცდები, ერთ სტუდენტს მიღებულიც კი აქვს. ეს. მაგრამ ვიღაცა მოვდა 3p-4. ეს ბატონო გიორგი, მე ხე შემოსვლა და ეხლა მოვიდი სამსახურში ვარ და ეხლა შემოვიდი. მომისმენთ. აბა ვინ ლაპარაკობს ახლა ვინ შემოვიდა? უჩა თორდია. მოიწვინეთ. თოდრია. თორდია. ახლავე ბატონო ჩემო ახლავე. თორდია, ხო? დიახ. ხო, იგივე უშანგი თორდია. კი ბატონო, დავალება გაქვთ დავალება. დიახ. აბა წამოვიდნენ დავალება ბნახეთ. სამსახურში ვარ და ეხლა შემიძლია და გადმოგიგზავნით მე მეძ. არა, ესა დავალება უნდა მანახულო. კაი, როცა ხო. კი აგრეთვე განგები, კი ბატონო. დიახ. ძალიან კარგი. ახლა კიდე ხო არ შემოვიდა ესეთი ვინმე ვინც აგრეთვე არ არის. ახალგაზრდებო, გაიგეთ ახლა ეს 60-ანა? დიახ. შეკითხვები გაქვთ? არა. გაქვთ შეკითხვები? ბრძანეთ აბა? არა მაქვს. არა გაქვთ შეკითხვები. კარგი ბატონო ჩემო. მაშინ შეკითხვები რა ხან არა გაქვთ? წავიდეთ წინ. ახლა წინ წავიდეთ და ჩავიწეროთ. ამას მე ვშლი. სამწუხაროდ ახლა რამდენიმე წუთში გაითიშება Zoom-ი, მაგრამ ჩაწერას მაინც მოასწრებთ პროგრამის ჩაწერას. დიახ. ესე იგი, მუავრის ფორმულები და მათი გამოყენებანი. ეს არის ამის თემა. მუავრის ფორმულები და მათი გამოყენებანი.
და მათი გამოყენება. დიახ. ეხლა ჩავიწეროთ თავარი ფორმულა, ძირითადი ფორმულა. ვთქვათ z არის a + ib კომპლექსური რიცხვი. მოითმეთ ახლავე. ვთქვათ z არის კომპლექსური რიცხვი a + ib ტრიგონომეტრიული ფორმა კოსინუს სინომეტრიული ფორმა დიახ z ხარისხი ტოლია r ხარისხად n შევაშევ ყველა ეს არ წამეშალოს ტოლია z ხარისხად n ტოლია r ხარისხი ფრჩხილი კოსინუს პლუს სინუს n φ ნებისმიერი ნატურალური რიცხვისათვის ნახეთ რა კომპლექსური რიცხვი ხარისხში საკმარისია მისი მოდული ავამალოთ n ხარისხში ეს ნამდვილი რიცხვია ჩვეულებრივი და ხოლო არგუმენტოთ n-ზე. აი ეს არის ვთქვათ მუავრის ფორმულა, ხარისხში აყვანის ფორმულა. ეხლა ნახოთ გამოყენება მაგალითი. ეს ჩაიწერეთ. ვთქვათ z არის ფსv3 + i და გვინდა z მე-100 ხარისხში ავიყვანოთ. გვინდა z ავიყვანოთ მე-100 ხარისხში. ხვდებით რომ z-ის მე-100 ხარისხში აყვანა შეიძლება z თავის თავზე 100-ჯერ გადავამრავლოთ. მაგრამ ეს უიმედო სამუშაოა, იმიტომ რომ ამას ვერ მოასწრებთ 2 წელი. ამდენად ჯობია პირდაპირ აი ეს z-ს მივცეთ ტრიგონომეტრიული სახე, ეს თქვენ დავალებაში გაკეთებული ხონდათ. მოდული არის 2 და ფსv3 შეფარდებული 2-თან m-ის კოსინუსი არის კოსინუს π6-დი. მართალია? პლუს 1/2 იქნება i სინუს π6-დი. ასე იქნება. აქედან გამომდინარე z-ის მე-100 ხარისხი არის 2 ხარისხად 100 ფრჩხილებში კოსინუს 100 6-დი პლუს სინუს 100 6-დი. ახლა აი ეს რიცხვი პასუხი უკვე მიღებულია, მაგრამ რა თქმა უნდა 100 π6-ს ასე არავინ არ დატოვებს და უნდა დავწეროთ 100 π6-დი ეს არის 50 π3-დი შუაზე გავყოფთ და ეს არის 50-ში 3 მოთავსდება 16 მთელი ეს არის 16 მთელი 2 π ეს არის ჩემო 2 პ-ს
პი
ისმის. ხო, ესე იგი სამწუხაროდ, ესე იგი აი საბოლოოდ ჯამში შემდეგი რამე მივიღეთ. ესე იგი z-ი მიასე ხარისხი, რომელიც არის p-3 პლუს i აი ამისი მიასე ხარისხი, ეგ არის ხარისხად 100 ჭხილებში ქვია კოსინუს 100 π/6 პლუს i სინუს 100 π/6 აი ეგ არის. მაგრამ ეს ტოლია 2 ხარისხად 100 კოსინუს 50 π/3 50 π/3 პლუს i სინუს 50 π/3. მაგრამ ახლა ჩვენ რა გამოთვლები ჩავატარეთ, ეს არის 2 ხარისხად 100 კოსინუს გახსნა ბრჩხილი 2 π/3 პლუს 2 8 ასე ამივიღეთ 16 პლუს 2 π/3 ну აქ დავწეროთ ადგილი 2 პიკა არ უნდა მივიღოთ 2 პიკა აი ჯერ 16 ეს მაგრამ რა თქმა უნდა ეს პერიოდულობის გამო ეს აღარ იქნება და იქნება 2 ხარისხად 100 ბრჩხილებში კოსინუს 2 π/3 პლუს i სინუს 2 π/3. დიახ. ახლა კოსინუს 2 π/3 რა თქმა უნდა დაყვანის ფორმულების ძალით ეს იქნება რამდენია ბავშვებო 2 კოსინუს 2 π/3 π/3 ეს არის 2 π/3 ეს არის მინუს კოსინუს π/3 ეს იქნება მინუს კოსინუს π/3 რომელიც მინუს 1/2 ტოლია ხოლო სინუს 2 π/3 კი ეს იქნება სინუს π/3 ეს სკოლის ტრიგონომეტრიის ფორმულებია ბავშვებო ხო ამაზე მე ამას ვერ გასწავლეთ თქვენ სკოლაში გაგესწავლოთ ეს არის p-3 შეფარდებული 2-თან მას საბოლოოდ მივიღეთ შემდეგი საინტერესო პასუხი z ხარისხად 100 ეს ტოლია 2 ხარისხად 100 ახსნა ბრჩხილი მინუს 1/2 პლუს i
ფესვის 3 შეფარდებული 2-თან. აი ესაა საბოლოო პასუხი. ეხლა აქ ოდნავ მაინც თუ ვისაც წარმოდგენა აქვს ბინომის ფორმულაზე a + b-ს მეასე ხარისხში აყვანის ფორმულაზე, მაშინ აი რაც ახლა აქედან ჩავატარე, უფრო საცირკო რაღაც ჯადოქრობის ნომერს აკავს. აი მოარულის ფორმულამ როგორ უცებ გამოგვათვლებინა a + b აი მეასე ხარისხი. მაგრამ აი ეს არის ეს ფორმულა. ახლა თუ აქ კითხვები თუ არ გაქვთ, წავიდეთ წინ. მაგრამ მე მგონი აქ კითხვები უნდა გქონდეთ. ყველაფერი დიახ. ავაკეთოთ ფორმულა. ავაკეთოთ ამ მოავრის მეორე ასეთი b ხანდა ვიხილავთ. სეთხარისხად ურალური ყველა ზეტი ბრტყიდან. ანუ ვიპოვოთ ყვანის მერე მოცემული გვაძლევს ასეთი მეტრის პოვნის სვლა a + ტრიგონომეტრიული ხე. პლუს i minus ჩვენ ასეთი აი ეს ტრიგონომეტრი მეორე სვლა მეორე ფორმულა მუდრის ფესვი ამოიღწვიდანო გამრავლებული პლუს n-თან minus k შევაფარდე ჩასვიო კაუდრის 0 1 2 minus
ცალი გამოაქვს. რამდენი რიცხვია? n აიგე? მესამე დაწერეო პასუხი. პასუხი. z უდრის z ნულს z ერთს z უდრის z ორს და ასე შემდეგ z უდრის z n-1. აი მიიღებო აი ამ განტოლების ყველა ამონახს. ახლა ეს ჩაიწერეთ ახალგაზრდებო აი ეს ფორმულა, აი ეს და მოდით აი ამ ფორმულის საშუალებით გავაკეთოთ. მე ახლა პატარა დროს გაძლევთ გადაწერა. გადავწერეთ? აი წოთეთ ერთად. ბატონო. ბატონო. აი ეს არის ახალგაზრდებო ნუავრის აი ეს მეორე ფორმულა, მეორე მეთოდი. პირველი ფორმულა არის ხარისხშიაყვანის ფორმულა, ეს კი პირიქით ენური ხარისხის ამოღების ფორმულა. ახლა ახალგაზრდებო ეს ფორმულები გადაწერეთ ახლა თქვენ და მე ახლა ამ ფორმულებს წავშლი და აი ამ ფორმულების საშუალებით უნდა გავაკეთოთ რამოდენიმე ამოცანა. ახალგაზრდებო, მოდით შესვენება ჩვენ გაკეთებია, მოდი შევისვენოთ 5 წუთი. შევისვენოთ 10 ბატონო 10 წუთი 10 წუთი შევისვენოთ. ჩვენ ესეთ ჩემი ბრალი როგორც კი ჩვენ ზუმი აღვადგინეთ, იმ წუთში უნდა დამენახავთ, რომ ხო. კარგი, შევისვენოთ 10 წუთი. კაბისაშვილი შემოვიდა? გესმით ჩემი კაბისაშვილი? კაბისაშვილი კიაზო? დიახ. თქვენ კაბისაშვილი კიაზო ხარ თუ დიმიტრი კაცო? აუ დიმას მეძახიან და კიაზო. თქვენი რა, აქ ეს მოგიტან ძალიან დიდ უსიამოვნებას საქმეა. ეს უნივერსიტეტია, ეს ხო არ არის კაცო? არ ვიცოდი და შევცვლი. კაი, კაბისაშვილი კიაზო ბრძანდები თქვენ. დავალება გაქვთ? წინა კვირას საერთოდ ვერ შემოვედი. ხო, პრობლემები მქონდა. კაი ბატონო, ახლა მე დავაფიქსირებ თქვენ შემოსვლას. თქვენ ასე ვთქვათ მესამე დასწრება გაქვთ, რო იცოდეთ. დავალება არც ერთხელ არ გაქვთ. ხო, კაი, დაისვენეთ. რამდენიმე წუთი შესვენება გამოცხადებული.
მაგალითებს ვაკეთებ ხო ახლა? დიახ. ახლა ფორმულები დავწერეთ და ახლა ვაკეთებთ მაგალითებს. აბა ასეთი ამოცანა გავაკეთოთ. ამოვხსნათ ცოტა აბა დავიწყოთ. ამოვხსნათ ასეთი განტოლება. z კვადრატი უდრის 1-ს. დიახ. აი ეს არის კვადრატული განტოლება. ეს გახლავთ კვადრატული განტოლება, რომელიც თქვენ გახსნებინებენ, შეიძლება ითქვას, დაწყებული მესამე კლასიდან, შეიძლება ასე ითქვას. აბა დავიწყოთ. z კვადრატი უდრის 1-ს. როდესაც z არის ნატურალური რიცხვი, მაშინ ამ ამოცანის ვიპოვოთ z, რომლის კვადრატი უდრის 1-ს, ნატურალურ რიცხვთა სიმროლეში ერთი ამონახსენი. z კვადრატი როდესაც ჩვენ ვეძებთ თელ რიცხვთა სიმრავლეში, მაშინ აქ მას ორი ამონახსენი z უდრის 1-ს და z უდრის ხოლო როდესაც ვეძებთ z კვადრატი უდრის 1-ს ამ განტოლების ამონახსენს, როცა z-ს კომპლექსურ რიცხვთა სიმრავლეში ვეძებთ, ეხლა თქვენ დაინახავთ, რომ z კვლავ 1 და z კვლავ -1-ის ტოლი იქნება. რატომ? აი ახლა ამ ფაქტის რატომ ხდება ახლა ეს? იმიტომ რომ z ტოლი არის კვადრატული ფესვი 1-დან კოსინუს ერთიანის არგუმენტი არის 0, ანუ 2πk შეფარდებული 2-თან პლუს i 2πk და ერთიანი. n ხო 2 ერთამდეო. მაშინ სულ ადვილად ვიდებთ z1, როცა k-ს აიღებთ 0-ის ტოლად, გამოვა ერთიანი, როცა k-ს აიღებთ 1-ის ტოლად, აქ მოდიში, აქ z0 გამოვა ერთიანი, როცა k-ს აიღებთ 1-ის ტოლად, z2 გამოვა -1 და აი ზუსტად ეს შემთხვევა განვიხილეთ. შეკითხვები გაქვთ ამასთან დაკავშირებით? ამასთან დაკავშირებით შეკითხვები თუ არა გვაქვს, მოდი განვიხილოთ უკვე ცოტა რთული. z კუბი უდრის 1-ს. აი ეს განტოლება განვიხილოთ. z ეკუთვნის კომპლექსურ რიცხვთა სიმრავლეს, ანუ კომპლექსურ სიბრტყეს. გესმით ჩემი ახალგაზრდებო? კი. ახლა აი მე ამას წავშლი, აი ამას წავშლი და აი თქვენთან ერთად მოდით განვიხილოთ აი სწორედ
აი ეს ამოცანა. Z კუბი უდრის 1-ს, მოდი ვიპოვოთ ყველა კომპლექსური რიცხვი, რომლის კუბი არის 1-ის ტოლი. ახლა აქ კომპლექსური რიცხვები კი არა, ნამდვილი რიცხვები რო გვეძებნა. Z კუბი უდრის 1-ს, აი ეს განტოლება გვეძებნა ამონახსნები ნამდვილ რიცხვებში. მაშინ აქ R რა იქნებოდა? ისა Z აქ რა იქნებოდა? რა თქმა უნდა, აქ Z იქნებოდა ერთადერთი ერთიანი. ნამდვილი რიცხვი, რომლის კუბი 1-ის ტოლია, მხოლოდ ერთიანია, და მეტი არა. მაგრამ აი ნახოთ რა ხდება კომპლექსური რიცხვებისათვის. კომპლექსური რიცხვი, რომლის კუბი 1-ის ტოლია, აბა ნახოთ ესენი რები იქნებიან. პირობის თანახმად უნდა ამ ერთიანს უნდა მივცეთ ტრიგონომეტრული სახე, ეს იქნება ერთიანი, მაგრამ მაგას არ დავწერთ. ახალგაზრდებო, გვეუბნებია, რომ კონფერენცია გაწდება 10 წუთში, მაგრამ გავაგრძელებთ. ერთიანს დავწერთ კოსინუს 0 პლუს i სინუს 0. აი ამ სახით. შესაბამისად, მოავრის ფორმულა გვეუბნება, რომ კოსინუს 0 პლუს 2πk უნდა გავყოთ 3-ზეო პლუს i სინუს 0 პლუს 2πk უნდა გავყოთ 3-ზეო უნდა გავყოთ 3-ზეო და კას უნდა მივცეთ მნიშვნელობებიო, k უდრის 0, 2. ახლა ნახოთ, k თუ უდრის 0-ს, მაშინ რას მოგცემს ეს ფორმულა? k ხო 0-ის ტოლია. 2πk 0 იქნება და გამოვა კოსინუს 0 პლუს i სინუს 0 და იგი არის, რა თქმა უნდა, 1-ის ტოლი. k უდრის 0-ისათვის მივიღეთ პირველი პასუხი ერთიანი. აბა ვნახოთ, რას მოგცემს k უდრის ერთიანი. უბრალოდ ერთი შეკითხვა მაქვს. ბძანე ბატონო, ბძანე. ანუ k-ს 0-ს 1-ს და 2-ს რატო უტოლებთ? აი თეორიაში კონკრეტულად ეგენი რატომ მოგვი? თეორიაში რომ ჩაიხედოთ ახლა იმ ფორმულებში, იქ 100-ია ნათქვამი, რომ 0-ს ქვია x პლუს 2πk შეფარდებული n-თან და k ცვალეო 0-დან n-1-მდეო. ეს ფორმულა ჩაგაწერდნენ ცოტა ხნით უკან. დიახ. აი ფორმულა ჩაწერილი ნახეთ. ახლა k უდრის ერთიანს. აქ რა გამოვა? კოსინუს, k ხო 1-ის ტოლია. კოსინუს 2π მესამედი პლუს i სინუს 2π მესამედი. აი, როცა 1-ის ტოლია, აი ამან ნახეთ რა მოგცა, აი ეს მოგცა. მაგრამ რა თქმა უნდა, კოსინუს 2π მესამედი, ეს არის მინუს 1/2 პლუს i ფესვის 3 შეფარდებული 2. როცა k უდრის 2-იანს, აქ უღებულობთ ახალგაზრდებო კოსინუს. ახლა k 2-ის ტოლია. 4π მესამედი პლუს i სინუს 4π მესამედი და ეს გამოვა მინუს, ახლა კოსინუს 4π მესამედს რო გამოთვლით, ეს კვლავ მინუს 1/2 გამოვა, ახლა ეს ზეპირად დამიჯერეთ. იმიტომ რომ 4π მესამედს ნახეთ, p-ს პლუს p მესამედი არ არის და დაყვანის ფორმულებით ზუსტად ეს გამოვა მინუს 1/2 მინუს i
ფესვის 3 შეფარდებული 2-თან. აი, ნახეთ რა საინტერესო ფაქტი მივიღეთ. ესე იგი, z კუბი უდრის 1-ს, ამას ჰქონია 3 ამონახსენი. ერთიანი პირველი ამონახსენი -1/2 პლუს i ფესვი 2-თან ეს მეორე ამონახსენი და -1/2-ცა ეს მესამე ამონახსენი ყოფილა. ძალიან საინტერესოა ახალგაზრდებო, აი ამ რიცხვების არგანის დიაგრამაზე წარმოდგენა. არგანის დიაგრამული წარმოდგენა. დავხაზოთ არგანის დიაგრამა. ეს არის ანდა აგერ აი ნახეთ, ადგილი გვაქვს. აგერ არის y, აგერ არის x. ცხადზე უცხადესია, რომ ერთიანის ამის და ამის მოდული ყველასი ერთი სტოლი იქნება. ამიტომ ჯობია ეს შემოვხაზოთ აქ ერთეულოვანი წრეწირი. ეს ერთეულოვანი აქ თქვა წრეწირი. აი აქ არის ნახეთ რა საინტერესოა. აი აქ არის ის ერთიანი. აქ ზუმ. აი ნახეთ. ოხ თქვენ. ახალგაზრდებო, ხედავთ ეკრანს, ჩემს ეკრანს? დიახ. დიახ. მაგრამ აქ ასე თქვათ უკვე იმის გამო რომ არ არის ცენზურებული გვაქვს ეს ზუმი. კარგი, მაშინ იქ მე უკვე ვეღარ ხატავით, აღარ შემიძლია და აქ გავაგრძელებ ხატავს. თქვენ ეკრანს, ხო. არა, თქვენ ჩემს იმას კი ხედავთ. აი უყურეთ, აი აქ იქნება სწორედ სად არის ის დაფა? ახლავე ბავშვები, ახლავე. რა ვქნა ასეთი? ესე იგი, ეს წამეშალა უყურეთ. კალმისტარი წამეშალა. აურა. აი, ახალგაზრდებო, აი ერთი, აი აგერ ერთიანი აგერ არის აღნიშნული, ხედავთ? ახლა -1
იქნება. სადღაც აი აქ. აი აქ იქნება ეს და სად იქნება მინუს მისი შეუღლება ძალიან კარგად შეიძლება აი ეს ორი ურთიერთშეუღლებული კომპლექსური ესე იგი კუბური ფესვი ერთიდან პრეცირში ჩახაზული ერთი მწვერო მდებარე და საერთოდ როდესაც რაც არ უნდა იყოს ორი დაიკავებენ წრეწირში
ყველა ისე ეს წერტილები ეს ედი სამკუთხედი მეოთხე ყველა მონახს განლაგდებიან ერთეულ რადიუსიან წრეში ჩახაზულ წესიერ ოთხკუთხედზე ანუ რაც იგივეა კვადრატის წვერებზე აი ასეთი კანონით როგორც ახლა მე დაფაზე ვხატავ ერთი წვერო უსაფრთხოდ იქნება აი ამ ერთიანში Z-მეხუთე უდრის ერთს იგივე და ასე შემდეგ მე მგონი ეს გასაგებია გამონაკლისი გახლავთ z კვადრატი უდრის 1-ს განტოლება ვინაიდან ამ განტოლების ამონახსნები ვერ განლაგდებიან წესიერ მრავალ კუთხედზე იმიტომ რომ ორ კუთხედი ეს არ არსებობს ასეთი ორ კუთხედი მრავალ კუთხედები იწყება მოგეხსენებათ სამ კუთხედი ოთხ კუთხედი და ასე შემდეგ ეხლა ახალგაზრდებო აბა დავიწყოთ ახლა აი რა ვერ გაიგეთ ახლა აქ მე მესმის რომ ეს ცოტა მძიმე მასალაა და შეიძლება ძალიან ბევრი რამე ვერ გაიგეთ მაგრამ აი თუ თქვენ შეკითხვებს დამისვამთ ეს მეორე საათი მით უმეტეს არის პრაქტიკული მიცადინება მაშინ მე ვეცდები ასე ვთქვათ ცოტა მაინც გაგარკვიოთ ისე უნდა მოგახსენოთ რომ კიდევ ერთი მაგალითი რო გავაკეთოთ შეგვიძლია ანუ ერთიანის როგორ კიდევ ერთი მაგალითი რო გავაკეთოთ კი ბატონო გავაკეთოთ ერთიანის გარდა სხვა ის კი ბატონო მართალი ბრძანდებით აი სწორია სტუდენტი იმიტომ რომ დავალებას ახლა მე თქვენ მოგცემთ უკვე თქვათ ერთიანიდან კი არა ნებისმიერი სხვა რიცხვიდან ფესვის ამოღების კი ბატონო ძალიან კარგი ის არის წინადადება და ახლა მას მივუყვებით აი მოდით z კუბი აი z კუბი უდრის მოდი ასეთი იყოს მინუს ფესვის 3 პლუს i აი ვიპოვოთ ყველა კომპლექსური რიცხვი რომ კუბში აყვანის შედეგად მოგცეს აი ეს გამოსახულება მაშინ მივუთითოთ z-ს ვეძებთ კომპლექსურ რიცხვთა სიმრავლეში მაშინ რას გვეუბნება მუავრის ალგორითმი ესო მინუს ფესვის 3 პლუს i-ო გადაწერეო ტრიგონომეტრიული სახეთო ტრიგონომეტრიული სახით მაშინ რა იქნება ესე იგი რისი ტოლი იქნება ორის ტოლი მინუს 3 პლუს i აი ამისი მოდული რა თქმა უნდა იქნება ორის ტოლი თუ ვინმესთვის ეს გაუგებარია თუ გინდათ აგიხსნით
მაგრამ რო ამიხსნათ ეგ მინუს ფესვი 3 უნდა აიყვანოთ კვადრატში, უნდა დავუმატოთ ერთიანის კვადრატი და მიღებული შედეგიდან ამოვიღოთ არითმეტიკული კვადრატული ფესვი. ეს ნამდვილად 2-ის ტოლი იქნება. აჰა, ეს უდრის 2-იანს. რაც შეეხება ფის მოძებნას, ფის მოძებნა მე თქვენ ხო გირჩიეთ რომ ყოველთვის ჯობია არგანის დიაგრამით. აგერ y-ია, აგერ x-ია, მინუს ფესვი 3. მინუს ფესვი 3, აი აგერ იქნება სადღაც, ხო? ხოლო i ერთიანია დაახლოებით აი აქ. აგერ იქნება i. აჰა, ესე იგი აი ეს არის ის ჩვენი წერტილი. აი ეს არის. ეს შევაერთოთ უნდა სათავესთან და აი ეს კუთხე უნდა ვიან გარეშოთ. მაგრამ აქ გადასია ეს არის ერთი სტოლი, ეს არის ფესვი 3 სტოლი და მაშასა ეს რომ 2 სტოლია და რა თქმა უნდა ახალგაზრდებო აი ეს კუთხე გამოვა π6-დი, აი ეს კუთხე 30 გრადუსი გამოვა, იმიტომ რომ მის პირდაპირ მდებარე კათეტი ჰიპოტენუზის ნახევარია. აჰა, ეს თუ არის, აი ახლა უკაცრავად, აი ეს კუთხე თუ არის π6-დი სტოლი, მაშინ აი ეს კუთხე აქედან აქამდე, მოცეთ ამ კუთხე შეგიცვლით პოლორს. აი ეს რამდენი გამოვა ეს კუთხე? რა თქმა უნდა, ის მინუს π6-დი, რომელიც 5π6-დი სტოლი გამოდის. მაშასა და მე აი ეს გამოსახულება ორიანი ისმის ჩემი კოსინუს 5π6-ს პლუს 2 და ეს ჩხილებში პლუს i სინუს 5π6-ს პლუს 2πk. აი ეს გამოვიდა. გათავდა. ამის მერე უნდა დავწეროთ რა? აი აგერ დავწერ ჯობია. კუბური ფესვი 2-დან გახსნა ფრჩხილი. კოსინუს შეფარდებული ესა 3-თან. 5π6-ს პლუს 2πk პლუს i სინუს და ახალგაზრდებო იგივე წილადი. ახლა აქ არ გადამაწერინოთ, ეს იგივე არ ეტევა ადგილობ. ახლა საბოლოო პასუხის მისაღებად უნდა ავიღოთ k უდრის 0. k თუ უდრის 0-ს ეს წევრი აღარ იქნება და გამოვა კუბური ფესვი 2-დან ფრჩხილი კოსინუს 5π18 პლუს i სინუს 5π18. აი ეს ერთი პასუხი მივიღეთ. კას მნიშვნელობა 2-მდე უნდა მივანიჭოთ, ხო? კას უნდა მივანიჭოთ მნიშვნელობა 0, 1 და 2. აქ n რომ წერია, იმაზე 1-ით ნაკლები. ანუ შეიძლება კოსინუსებად და სინუსებად დავტყოთ, ხო? რა თქმა უნდა, კოსინუს 5π18-ს ამას გამოთვლადია ეს გამოსახულება ბავშვებო. მაგრამ ძალიან ძნელია მისი გამოთვლა, თქვენ ეს არ გევალებათ. აი პასუხი იქნება ასე, გათავთ. თუ ახლა აგერ კარგი კუთხე დაგიჯდებათ, რა თქმა უნდა ის ბოლომდე უნდა მიიყვანოთ, მაგრამ 5π18 არ არის აუცილებელი, ეს
შეიძლება ეს ასე ვთქვათ ეს რიცხვი გამოითვალოს, მაგრამ თქვენ არ გევალებათ. მაშინ აქ რა იქნება კოსინუს და ახლა უყურეთ, ახლა აქ კას მიანიჭეთ მნიშვნელობას ერთიანს. აი 5π6-ს დამატებული იქნება 2-იანი და ეს გამოვა 6 6-ჯერ 2 12 17π6-დი. ასე გამოვა. გაყოფილი 2-ზე იქნება რა? 17π18-დი პლუს i სინუს 17π18-დი და კაუდრის ორიანს. კუბური ფესვი 2-დან გამრავლებული კოსინუს. აქ ნახეთ რა მოხდება ახალგაზრდებო? 5π6-ს დაემატება კახო მორისტოლია 4π. 4π. ეს კი არის 6-ჯერ 4 24 29π6-დი კოსინუს 29π6-დი. არა, მან 18-დი იქნება. 3-თანაც. უკაცრავად რა თქმა უნდა. მე 3-ზე ხომ უნდა გაყოთ? კი, ბოდიში, შემეშალა მართალია. 18-დი პის პლუს i სინუს 29π18-დი. მივიღეთ z კუბი უდრის ამ მინუს ფესვი is პლუს ფესვი 3 პლუს i ამ გამოსახულების მივიღეთ ყველა მნიშვნელობა, 3 მნიშვნელობა. თქვენ უკვე შენიშნეთ, რომ n-ური ხარისხის ფესვი z-დან როგორიც არ უნდა იყოს z რიცხვი არანულოვანი. არსებობს n ცალი განსხვავებული მნიშვნელობა. აი ახალგაზრდებო, აი ეს გახლავთ. ასე ვთქვათ. მოავლის ფორმულის გამოყენების მაგალითები. აბა კიდევ ერთი მაგალითი და ამით ავამთავროთ დღევანდელ შეხვედრას. ამას ვშლი. დავშალო ესე ნახოთ. აი x კვადრატს პლუს x პლუს 1 უდრის 0-ს. აი თქვენ სკოლაში მე-9 კლასში რო ისწავლეთ ეს კვადრატული განტოლება დისკრიმინანტი მისი რამდენი გამოვიდა? დისკრიმინანტი უდრის კვადრატს მინუს 4-ს. 1 მინუს 4 უდრის მინუს 3-ს და ნაკლებია 0-ზე. როცა კვადრატული განტოლების დისკრიმინანტი უარყოფითია, თქვენ სკოლაში რაც გეუბნებოდნენ? განტოლებას. მოსასწავლობა უნდა იყოს. ამონახსნი არ აქვსო, ასე არ გასწავლიდნენ? ანუ არ ქონდა, არ აქვს. არ აქვს ამონახსნი, მაგრამ აქ ხაზი უნდა გაუსვათ იმას, რომ ამ განტოლებას მართლაც არ აქვს ამონახსნი, მაგრამ ნამდვილი ამონახსნები არ აქვს. ნამდვილ რიცხვთა სიმრავლეში არ აქვს ამონახსნები. თორე კომპლექსურ რიცხვთა სიმრავლეში ახლა თქვენ დაინახავთ იმას, რომ აქვს ზუსტად 2 ამონახსენი, არც მეტი, არც ნაკლები. სახელდობრო. მოდი, ამ x-ის ნაცვლად განვიხილოთ ახლა x-ით ხო ჩვენ მაინც ნამდვილ რიცხვებს აღვნიშნავთ. აი ეს კომპლექსური განტოლება, კომპლექსური უცნობი.
z კვადრატს პლუს z პლუს 1 უდრის 0-ს. დისკრიმინანტი კვლავ -3-ის ტოლია. მაშინ დავწერთ აგე იმ ფორმულებს, რაც ჩვენ ვიცით მეცხრე კლასიდან -1 პლუს მინუს ფესვი -3-დან შეფარდებული 2-თან. მაგრამ ეს იგივეა რაც -1 პლუს მინუს ფესვი 3 გამრავლებული იზე შეფარდებული 2-თან და მივიღეთ პასუხი z1 უდრის -1 მეორეც მინუს ფესვი 3 იქ ფესვი შიგნით მინუსი აკლია მგონი. ბატონო ფესვი შიგნით მინუსი აკლია. არა ჩემო კეთილო არა. ახლავე აგიხსნი. მოდი დავაწერინესა და ამ წუთში აგიხსნი. z2 უდრის -1 მეორეც პლუს ფესვი 3 შეფარდებული 2-თან i. მე მესმის თქვენი შენიშვნა აქ რომ ეწერაო ფესვი -3-დანო საწავიდა ეს მინუსიო. მინუსი არსად არ წასულა. ეს ასე გადავწეროთ 3-ჯერ -1. მაგრამ ეს უდრის ფესვი 3-ჯერ ფესვი -1. მაგრამ ეს არის სწორედ 3i. ფესვი -1-დან ხო i არის. აი ეს ხო i არის. და ეს რა გამოყენებულია. აი ნახეთ რა მოხდა ახალგაზრდებო. კომპლექსური რიცხვების შემოღებამ ჩვენ საშუალება მოგცა უარყოფით დისკრიმინანტიანი კვადრატული განტოლებაც ამოხსნათ. უარყოფით დისკრიმინანტიანი. ხედავ d უარყოფითი ეყარს. გავიგეთ ესა. აქ მაინცა და მაინც დასაკვირი არაფერი არ არის, იმიტომ რომ თქვენ ამის მსგავსი ძალიან ბევრჯერ გქონიათ. განა სკოლაში 2x უდრის 5-ს ეს განტოლება ყოველთვის იხსნებოდა. თუ x თქვენ ეძებთ, გინდაც ნატურალურ რიცხვებს, გინდაც მთელ რიცხვებს, არც ნატურალურ რიცხვებში, არც მთელებში ამ განტოლებას ამონახსნი არ გააჩნია. ამ განტოლებას ამონახსნი უჩნდება მხოლოდ და მხოლოდ რაციონალურ რიცხვებში და ზემოთ. დიახ. კარგით ახალგაზრდებო. ეხლა სანამ დავამთავრებდეთ, ეს შეკითხვები გაქვთ ამასთან დაკავშირებით? ანუ ავიწეროთ დავალება. ახლა მე მაშინ არის შემდეგი. ამოვხსნათ განტოლება. z კუბი უდრის is, z კვადრატი უდრის მინუს is, ეს არის პირველი, ეს არის მეორე. მესამე დავალება z-ის მეოთხე ხარისხში უდრის is. ეს სამი. მეოთხე დავალება გამიკეთეთ. ამოვხსნათ განტოლება z კვადრატს პლუს 2z პლუს 5 უდრის 0-ს და მეხუთე ნომერი z კვადრატს პლუს 4z პლუს 10 უდრის 0-ს. აი დავალებად გექნებათ ახალგაზრდებო, აი ეს 5 ამოცანა.
აბა გადახედეთ ახლა თუ რამე საკითხი მკითხეთ. გასაგებია ყველა. მე გირჩევთ ახალგაზრდებო რომ სასწავლო მასალას ჩახედოთ იქ უფრო მშვიდად ასე ვთქვათ გაიგებთ შეკითხვების შემთხვევაში რა თქმა უნდა დამიკავშირდით ლექციაზე არგუსზე ეს მასალა მოცემულია ხო? არგუსზე სასწავლო მასალაში ყველაფერი ეს ატვირთულია. ეს კომპლექსური რიცხვების წინაშე არის ხო? რა თქმა უნდა. რით გასაგებია მადლობ. აბა სტუდენტი ფანცულაი აქ არის მისმენს? ფანცულაია აქ არის? არ არის. ისე დატოვა აუდიტორია, ნუ კაი, თავის სახელს თქონს. აი ბატონო, ეს დავასრულოთ. ბატონო გიორგი, აქ ვარ, აქ ჩატში დაწვეთ. ხო, სტუდენტი ფანცულაა, თქვენ მზადებით? ხო, ისა ბოდის გახსენოთ იმაზე შრიფტი დებული ბატონო ჩემო გამიგე ასეთი იყო ასე ვთქვათ შრიფტი ანბანზის ხო გამიგეთ აგა ზანდებოდეთ ნახვამდის ნახვა